მეტაბოლური ჯანმრთელობა და წონის მართვა ხშირად ერთმანეთთან გაიგივებული ცნებებია, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. შესაძლებელია ადამიანი ვიზუალურად გამხდარი იყოს, მაგრამ ჰქონდეს მეტაბოლური დარღვევები, ეგრეთ წოდებული TOFI, Thin Outside, Fat Inside. აი ამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი თანამედროვე მედიცინის პერსპექტივიდან. რა არის მეტაბოლური ჯანმრთელობა? მეტაბოლიზმი არის პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზმი საკვებს ენერგიად გარდაქმნის. მეტაბოლურად ჯანმრთელად ითვლება ადამიანი, რომლის ორგანიზმიც ეფექტურად მართავს ამ ენერგიას და არ აქვს ანთებითი პროცესები. მისი შეფასების 5 ძირითადი მარკერია: სისხლში შაქრის დონე, გლუკოზა, რამდენად სტაბილურად ინარჩუნებს ორგანიზმი შაქარს, წელის გარშემოწერილობა, მუცლის ღრუს, ვისცერული ცხიმი ყველაზე მეტად არის დაკავშირებული დაავადებებთან, არტერიული წნევა. იდეალურია 120-180 მმ ვრცხის სვეტიან ნაკლები, ტრიგლიცერიდები, სისხლში არსებული ცხიმების დონე, HDL ქოლესტერინი, ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინი. 2. ინსულინ რეზისტენტობა. მთავარი მექანიზმი. წონის მართვის პრობლემების უმეტესობის სათავე ინსულინ რეზისტენტობაა. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც გასაღების ფუნქცია აქვს. ის აღებს უჯრედის კარს, რათა გლუკოზა შიგნით შევიდეს და ენერგია იქცეს. როდესაც ჩვენ ხშირად ვიღებთ რაფინირებულ ნახშირწყლებსა და შაქარს, ინსულინის დონე მუდმივად მაღალია. უჯრედები იღლებიან და გასაღებს აღარ რეაგირებენ. ჭარბი შაქარი ვეღარ შედის უჯრედში და ღვიძლი მას ცხიმად გარდაქმნის. შედეგი: თქვენ გრძნობთ დაღლილობას, რადგან უჯრედი ენერგიას ვერ იღებს, მაგრამ ამავდროულად იმატებთ წონაში. 3. კუნთი როგორც მეტაბოლური ორგანო. თანამედროვე მედიცინაში კუნთოვანი მასა განიხილება როგორც მეტაბოლური რეზერვუარი. კუნთები არის გლუკოზის ყველაზე დიდი მომხმარებელი. რაც მეტია კუნთოვანი მასა, მით უფრო მარტივად უმკლავდება ორგანიზმი სისხლში შაქრის ნახტომებს. ბაზალური მეტაბოლიზმი, BMR. კუნთოვანი ქსოვილი დასვენების მდგომარეობაშიც კი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი. 4. ჰორმონალური ბალანსი, ლეპტინი და გრელინი. წონის მართვა არ არის მხოლოდ ნებისყოფის საკითხი, ეს ჰორმონების თამაშია. გრელინი, შიმშილის ჰორმონი, გამოიყოფა კუჭში და ტვინს ეუბნება, რომ დროა ჭამოთ. ლეპტინი, დანაყრების ჰორმონი, გამოიყოფა ცხიმოვან უჯრედებში და ტვინს აწვდის სიგნალს, რომ ენერგია საკმარისია. ქრონიკული სტრესი და ძილის ნაკლებობა ზრდის გრელინს და ამცირებს ლეპტინს, რაც იწვევს გაუძღომელობის შეგრძნებას.